კოლეგებო, მოგესალმებით, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხდომას გახსნილად ვაცხადებ, ქორუმი გვაქვს, წარმოგიდგენთ დღის წესრიგს, ორი საკითხი გვაქვს დღის წესრიგში დღეს. პირველი გახლავთ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე, მხარდამჭერთა ხელმოწერის ნამდვილობის შესწავლის საკითხი. აქ გეტყვით, რომ პირველ შემთხვევაში იგივე პეტიციაზე სამწუხაროდ არ იყო რეგლამენტის თანახმად წარმოდგენილი, იყო ცალკეული ლაფსუსები, რის გამოც ჩვენ მოგვიწია უარის თქმა. შესაბამისად იყო მერე შემდგომ განმარტებული აპარატის ხელმძღვანელობის მხრიდან თუ როგორ რა წესით და რა ფორმით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, რომ მას გაევლო ჩვენი კომიტეტის ცენზი. და მე საკითხის წარმოდგენის დროს უფრო დეტალურად მოგახსენებთ. გამოსწორდა ეს შეცდომები და მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა, ამას ინფორმაციის სახით მოგაწვით. ვინ არის მომხრე, რომ ამ დღის წესრიგით ვიმუშაოთ? მადლობა. დავიწყოთ პირველი საკითხით. მე თქვენ წაკითხავთ დასკვნის პროექტს, ბატონ გაგასაც ახსოვს, ალბათ წინა სხდომაზე ქონდა ჩვენ ამ მნიშვნელოვან თემაზე მსჯელობა. თვითონ საკითხი არის საკმაოდ აქტუალური და მნიშვნელოვანი, რომელიც კონკრეტული დაავადების მიმართებით არსებულ მოკლედ მნიშვნელოვან თემებს ეხება. და ამ საკითხის შესწავლას ითხოვენ პეტიციის ავტორები. შესაბამისად, ჩვენი კომიტეტის მიერ მოხდა პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერის ნამდვილობის საკითხის შესწავლა. პარლამენტის რეგლამენტის 227 მოხლის მეორე პუნქტის შესაბამისად პეტიციის განაცხადი პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინება წერილობით ან და ელექტრონულად. ამავე მოხლის მეხუთე პუნქტის თანახმად წერილობით წარდგენილ პეტიციის განაცხადზე პეტიციაზე პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ ხელმოწერით მის სახელით გვარის პირადი ნომრის, ტელეფონის ნომრის მითითებით. სრულყო წარმოდგენილი 492 პეტიციის მხარდაჭერიდან წარმოდგენილი პეტიციის მხარდაჭერიდან იყო 19 ფურცელი იმ ხელმოწერების რაოდენობა, რომელიც არ შეიცავდა მითითებულ მონაცემებს სრულყოფილად, შეადგენდა 34. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227 მოხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ბათილად მოგახსენებათ მიიჩნევა ის ხელმოწერა, რომელიც შესაბამის სტანდარტს არ შეესაბამება. შესაბამისად 34 ხელმოწერა ამ შემთხვევაში იქნა ბათილად მიჩნეული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც მოგახსენეთ, იყო დარღვეული 227 მოხლის მოთხოვნები. აქედან გამომდინარე 34 ხელმოწერა იქნა ბათილად მიჩნეული, თუმცა წარმოდგენილი ხელმოწერის ნამდვილობისათვის საკმარისი, როგორც მოგახსენეთ, არის 300 ხელმოწერა, ამიტომაც ამ ცენზით, ამ თვალსაზრისით პეტიცია შეესაბამება იმ რეგლამენტით დადგენილ რეგულაციას და სტანდარტს, რომელიც არის ჩვენს მიერ მიღებული და მიჩნეული მართებულად. შესაბამისად, ეს არის დასკვნის პროექტი. ჩვენ დასკვნის მხარდაჭერის შემთხვევაში მას გადაუგზავნით ბიუროს პარლამენტის და უკვე ბიურო იღებს გადაწყვეტილებას უკვე შემდგომი პროცესის გაგრძელების, შემდგომი რეაგირების შესახებ. ვინ არის მომხრე, რომ დასკვნას დავუჭიროთ ხარე? ბატონო, მადლობა. ამასთან თუ რაიმე კითხვა შენიშვნა გაგაჩნიათ, შეგვიძლია ამ საკითხზე ვიმსჯელოთ. ეს იყო პირველი საკითხი და მიღებულია ერთხმად. რაც შეეხება მეორე საკითხს. მეორე საკითხი, როგორც მოგეხსენებათ, 152 მოხლის მერვე პუნქტის შესაბამისად საპროცედურო კომიტეტი კალენდარული წლის თებერვალსა და ყოველი მომდევნო მესამე თვის მაისი, აგვისტო, ნოემბერი დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ კონკრეტული მოხლის 152 მოხლის მეოთხე პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს. გამონაკლისი არის გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა.
პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს ჩვენი კომიტეტი პარლამენტის ბიუროს. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შეისწავლა 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გაგზავნილ პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საანგარიშო პერიოდში სულ არ იყო 14 კითხვა გაგზავნილი, რომელთაგან 14-ვეს გაეცა პასუხი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია 10 დღეში გაცეს პასუხი. დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით გამოვლინდა, რომ პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ვადის დაცვით პასუხი იყო 14-ვე კითხვაზე გაცემული. გარკვეულ შემთხვევაში პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი. შესაბამისად, რიგ შემთხვევაში კითხვის ადრესატებს პასუხის გასაცემად შეძლო ესაჭიროებდით დამატებითი დრო. თავის მხრივ, რეგლამენტის 152 მოხლის მეოთხე პუნქტი ითვალისწინებს პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადის გაგრძელების შესაძლებლობასაც. ნორმის მიხედვით, პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა კითხვის ავტორისადმი კითხვის ადრესატს დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეიძლება 10 დღით გაუგრძელდეს. კომიტეტის მიერ დამუშავებული მონაცემების ფარგლებში გაირკვა, რომ აღნიშნულ პერიოდში კითხვაზე პასუხის გაცემის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა არც ერთ შემთხვევაში არ გამოყენებულა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 152 მოხლის 1 პუნქტის თანახმად პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს. ეს განსაკუთრებით ჩვენი სტაჟიორებისთვის იქნება საინტერესო, კიდევ უფრო მეტად ჩაიხედონ და გაერკვნენ ჩვენი კომიტეტის საქმიანობაში და უფლებამოსილებებში. თუ შეიძლება მიემართოს პარლამენტიდან კითხვით და მრავადებში და რა წესით ხდება იქიდან პასუხის დაბრუნება. ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელის ორგანოს სახელმწიფო დაწესებულებას, ანუ ყველა ამ პირებისადმი მიმართვის შესაძლებლობა არის საქართველოს პარლამენტი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პარლამენტის წევრის მიერ გაგზავნილ კითხვაზე პასუხს ხელს აწეს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 152 მოხლის 1 პუნქტის თანახმად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის აღნიშნულ საკითხს შესაბამისად იმის გასარკვევა თუ რამდენად ზუსტად ხდება ნორმის აღნიშნული დანაწესის შესრულება. დაწვრილებით იქნა შესწავლილი საანგარიშო პერიოდში გაგზავნილი პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების მდგომარეობა და აღმოჩნდა, რომ სამ შემთხვევაში იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ეს შესაბამისი დოკუმენტები. კომიტეტის მიერ დამუშავებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პარლამენტის წევრის კითხვაზე გაცემულ პასუხს ორ შემთხვევაში ხელს აწერენ არაუფლებამოსილი თანამდებობის პირები და აღნიშნოს, რომ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შესაძლებელია ზოგიერთ შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია ანგარიშვალდებულ ორგანოს კონკრეტულ მიმართულებას ან კონკრეტულ დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს განეკუთვნებოდეს და ინფორმაციის მოძიება განხორციელდეს ამ დაწესებულების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულიდან, პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნის დაცვის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრისთვის გაგზავნილ ინფორმაციას ხელს მოაწერდეს კონკრეტული მთავრობის წევრი ან დაწესებულების ხელმძღვანელი. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის რეგლამენტის 152 მოხლის 1 პუნქტის შესაბამისად აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენს ბიუროს და უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. ასევე განაგრძობს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მონაცემების შესწავლას. დინამიკაში დააკვირდება წევრის კითხვაზე, პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების დაცვით. ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც მოგაწოდეთ, ამ საკითხს ცხადია კენჭისყრა არ ჭირდება. თუ კი გვაქვს რაიმე კითხვა, მოსაზრება, შენიშვნა, შეგვიძლია საკითხზე ვიმსჯელოთ. თუ არა და ჩვენ ამოვწურეთ დღესაც შეერთებული საკითხები და დღევანდელი სტომა შეგვიძლია დახურულად ჩავთვალოთ. დიდი მადლობა.